ბრიტანული ნიჭერის გამარჯვებულები დაუბრუნდეთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ თემას. რა მოყვება თანხის გასესხებას იმ ქონების სამართლებრივი გადამოწმებლობის შემთხვევაში, რომელსაც მსესხებელი გარანტად დებს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი ამ აქტუალურ თემაზე, ჩვენ კი სიუჟეტის დასრულებისთანავე დაუბრუნდებით სტუდიაში სტუმართან ერთად, თქვენ გექნებათ საშუალება დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და თქვენთვის საინტერესო შეკითხვა დაუსვათ მას. სხვადასხვა საოჯახო ნივთების გაყიდვის შედეგად შეგროვილი 15,000 ლარი 34 წლის მაიამ მაღალი პროცენტით გაასესხა. გირაოში მსესხებლის ბინა ჩადო და ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა განსესხებელმა ვერც პროცენტი მიიღო და საკუთარი გასესხებული თანხაც დაკარგა. პირველი 2 თვე იხდიდა პროცენტს, მაგრამ მე დაიკარგა და როდესაც უკვე ბინა მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენამდე კიდევ 3-ჯერ იყო ეს ბინა იპოთეკით დატვირთული. გამოდის, რომ თანხაც დავკარგე, პროცენტს ვიღაჩივის. ჩემ თანხას ვეღარ ვიღებ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოქალაქეები მსგავსი პრობლემით ხშირად მიმართავენ. მხოლოდ თბილისში 200-ზე მეტი მოტყუებული მოქალაქეა, ვინც გასესხებული ფული ვეღარ დაიბრუნა. როდესაც უძრავ ქონებას რამდენიმე იპოთეკარი ყავს, ამ შემთხვევაში რეგისტრაციის რიგითობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია. აღსრულების ეროვნული ბიურო ურჩევს მოქალაქეებს მოითხოვონ საჯარო რეესტრის ამონაწერი განაახლონ შემოწმო ქონების სამართლებრივი მდგომარეობა და ყურადღება მიაქციონ რამდენი რიგის იპოთეკა ქონებაზე დარეგისტრირებული და ამის შემდეგ გადაწყვიტონ უკვე ღირს თუ არა მათთვის საინტერესო ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია. არის შემთხვევები, როდესაც ქონების ღირებულება რამდენიმე იპოთეკარზე სწორადაა გადანაწილებული და თითოეული თავის კუთვნილ თანხას იღებს. თუმცა სანამ ფულის მაღალ პროცენტად გასესხების ცნუნებას აღყვებით, მანამდე ყველა დოკუმენტი კარგად გადაამოწმეთ. სამწუხაროდ იურიდიული განათლება ცოტა დაბალი არის ხალხში და ამიტომ არ აქვთ ინფორმირებული თუ საერთოდ რას ნიშნავს მეორე რიგის იპოთეკა და მესამე რიგის იპოთეკა და მხოლოდ შემდეგ იგებენ ხოლმე ამის შესახებ, რომ მათი მოთხოვნა შეიძლება დაუკმაყოფილებელი დარჩეს, როდესაც საახსრულო ბიუროში შემოვა საქმე, მანამდე ჯობია მანამდე უფრო მიაქციონ ყურადღება ამას. აღსრულების ეროვნული ბიურო გირჩევთ არ მოტყუდეთ და გაიგოთ უფრო მეტი, როდესაც თანხის გასესხებას გადაწყვეტთ. პრევენციის მიზნით კი იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე შეგიძლიათ ამონაწერი საჯარო რეესტრში თავადვე განაახლოთ, რაც მხოლოდ 15 ლარი დაგიჯდებათ. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გსურს თანხის მაღალ პროცენტად გასესხება. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ამ აქტუალურ თემაზე. ჩვენი სტუმარი გახლავთ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ერეკლე ღვინიანიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ერეკლე პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. მე აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში 40 90 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. თუ გაგიჩნდებათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა, ჩვენი სტუმარი აუცილებლად გიპასუხებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მაყურებელი ბევრი იქნება, რადგან ეს არის აქტუალური თემა. ჩვენ სიუჟეტით ვნახეთ ბატონო ერეკლე და როგორც გვაქვს მონაცემები, სტატისტიკა არც თუ სახარბიელოა. ანუ არსებობს ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა თუნდაც იმიტომ, რომ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როდესაც თანხა სურს რომ გაასესხოს მაღალ პროცენტად. თქვენ რას ურჩევთ პირველ რიგში ასეთ მოქალაქეებს? მოგეხსენებათ, იპოთეკა თვითონ არის არსით უზრუნველყოფის საშუალება, ანუ სესხის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც თავისუფლ გარანტიას აძლევს თანხის გამსესხებელს, რომ ამ სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება ამ ქონების რეალიზაციიდან, ან თვითონ ამ ქონების მიღების გზით. მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა არ გრძელავს ერთი და იგივე ქონების რამოდენიმეჯერ დატვირთვას უფლებრივად, ანუ იპოთეკით დატვირთვას. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ ვერ განსაზღვრავენ ამ ქონების ღირებულებას რეალურად და ხშირად ისინი არც კი კითხულობენ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებას. თქვათ, მე ვარ მოქალაქე, რომელსაც მაინტერესებს გავარკვევ ვარ თუ არა თქვა პირველი რიგის იპოთეკარი. აი ეს პროცესი თვითონ როგორია, ანუ რამდენად რთულია ამ პირიქით მარტივად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები არის სრულიად ღია და ნებისმიერ მოქალაქეს ძალიან მარტივად საჯარო რეესტრში მისვლით, ან თუნდაც ავტორიზებული მომხმარებლის დახმარებით შეუძლია ნახოს ხომ არ არის ეს ქონება, ესა თუ ის ქონება დატვირთული, უკვე დატვირთული კი მანამდე სამართლებრივად. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ pirდაპირ ეთერში 40 90 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. ჩვენ უკვე გვიკავშირდება მაყურებელი, მოვუსმინოთ მას და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი თემაზე. გისმენთ დილომშვიდობის.
გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით, ასეთი შეკითხვა მაქვს, რომ საშუალო ფირმა ჩაერია ჩვენი ფულის გასესხებაში, $10,000 გავასესხეთ. ვენდეთ ამ საშუალო ფირმას ყველაფერი შეამოწმა, რეესტრის ამონაწერიც. სანამ პასუხი მოვიდოდა რამოდენიმე დღე რეესტრიდან, ჩვენ თანხა გადავეცით. აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა დატვირთული ყოფილა ბინა და საშუალო ფირმა აბსოლუტურად იხსნის ყველაფერ პასუხისმგებლობას. და რა ვქნა და დაიკარგა ეს ფული და რამის აღარ ვიცით როგორ მოვიდა. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც ძალიან ბევრი არსებობს საქართველოში. რას ურჩევთ ასეთ მოქალაქეებს? ასეთ მოქალაქეებს ურჩევ, რომ აუცილებლად მიმართონ იურის ან შესაბამისად კომპეტენტურ პირს მანამდე სანამდე გაასესხებენ თანხას, ვინაიდან ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ და არაინფორმირებულობის გამო მოქალაქეები ვარდებიან ესეთ მდგომარეობაში, რომ ისინი არათუ სარგებლის მიღებას ამ თანხიდან, არამედ თვითონ თანხის ნაწილის აღებასაც და რამდენად რეალურია თქვა ამ შემთხვევაში თუ ეს მოქალაქე გაასაჩივრებს თავის მდგომარეობას, შესაძლებელია თუ არა საკანონმდებლო ორგანომ აიძულოს ის შუამავალი ფირმა გადაიხადოს მან $10,000. ყოფილა თუ არა ესეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე საბოლოოდ იბრუნებს თავის თანხას? სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობა, როდესაც იპოთეკით არის დატვირთული ქონება, თუ არ არის ხელშეკრულებაში სხვა პირობა განსაზღვრული დაიფარება სხვა ნებისმიერი ქონებიდან, ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ქონების რეალიზაციას, რომელიც უშუალოდ დაიტვირთა იპოთეკით. ანუ სხვა ქონებიდან ეს მოქალაქე უშუალოდ შესაძლებლისგან ვერ მიიღებს თანხას. და რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვა ქონების ღირებულება აღემატება ვალის ღირებულებას? ქონების ღირებულება აღემატება ვალის უდენობას. აი ზუსტად მაგ შემთხვევაში ვიზახებ საქართველოს კანონმდებლობა არ გრძალავს რამოდენიმე რეგისტრაციას, ვინაიდან შეიძლება ქონება იმ ფასადაც გაიყიდოს, რომ ეყოს რამოდენიმე რიგის იპოთეკარსაც. ანუ ეს თვითონ უკვე იმ მოქალაქის რისკი არის, რომელიც ასესხებს ამ თანხას და თვითონ უნდა იცოდეს იმ რისკების შესახებ. ან მიმართოს შესაბამისად, როგორც აღნიშნე, კომპეტენტურ პირს, ვინც არის კარგად გარკვეული ამ საკითხში. ახსოვების ეროვნული ბიურო სწორედ ორიენტირებული არა მოქალაქეებზე, დღეში გასცემს დაახლოებით 100-მდე კონსულტაციას იურიდიულს, რომელიც არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მობრძანდეს ჩვენთან ოფისში, აღმოჩენილის ხეივანი 100 კილომეტრზე და თავი დაიზღვის კი ბატონო გაუგებრისგან ნებისმიერ კითხვაზე მას გასცემენ შესაბამისად. გასაგებია, ჩვენ კიდევ ერთი მაყურებელი გვიკავშირდება. უსმინოთ მას გისმენთ დილა მშვიდობისა. დიახ, დილა მშვიდობის. მოტყუებული ვარ. $15,000 ჩავდეთ. და მაგრამ ერთ იპოთეკაში ვართ 4 ადამიანი გაწევრიანებული. რიგით პირველი მე ვარ. აქ შეიძლება რიგითობის დაცვა, შეუძლია მეორესთან მესამეს რომ ის ქონება თავის თავზე გადაიფორმო. ანუ პრივილეგირებულია თუ არა პირველი იპოთეკარი შემთხვევაში. იპოთეკა რა თქმა უნდა არის პრივილეგირებული, გაცრავად და იმ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში უპირატესად დაკმაყოფილდება პირველი რიგი, ხოლო შემდგომ თუ რაიმე დარჩება მოხებული თანხიდან, შემდგომ დაკმაყოფილდება ყველა მომდევნო რიგითო. ბატონო ერეკლე, სად ხდება ქონების შეფასება და რამდენად რეალურად ფასდება ის ქონება, რომელიც ქონებას აფასებს შეიძლება შეაფასოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, შეიძლება ჩვენ ახსოვებს ეროვნულ ბიუროს ყავს ჩვენი შეფასების სამსახური, შეიძლება შეაფასოს შეფასების სამსახურმა ან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, ასე რომ არჩევანი მოქალაქეებზე. 40-90-01 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. თუ გაქვთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა, დაგვირეკეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი გიპასუხებთ. ჩვენ მე პრინციპში განვაგრძობ იმ თემას, რომელთაც ახლა მაყურებელი დაგვიკავშირდა. ხომ არ ურჩევთ, თქვათ, მეორე, მესამე, მეოთხე რიგის იპოთეკარებს საერთოდ თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებიდან, რადგან როგორც წესი და ალბათ უფრო მაღალი ალბათობა იმისა, რომ მათ დაკარგონ. მე ვურჩევდი უბრალოდ რომ კარგად გაიაზრონ თუ რა ღირებულების არის ის ქონება და მიიღონ სრული ინფორმაცია ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ხომ არ არის ის დატვირთული, ან თუ არის რამდენ რიგად და რა თანხაში, რა თქმა უნდა, რომ სავარაუდო გაპრობლემების შემთხვევაში მიიღებენ თუ არა ისინი ამ ქონებიდან რაიმეს, ამ ქონების რეალიზაციიდან. გასაგებია, ჩვენ კიდევ ერთი მაყურებელი გვიკავშირდება, ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს, როგორც მოსალოდნელი იყო, თემა ნამდვილად აქტუალური, პრობლემატურია, გისმენთ დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. მაინტერესებს ასეთი შეკითხვა. აი 4 დღეში სანამ საქართველოს ეროვნული სააგენტო აკეთებს აი გაახლება საჯარო რეესტრის შეიძლება თუ არა რაიმე მახინაცია მოხდეს. ანუ თქვათ ხელმეორედ მოხდეს. ანუ დაიტვირთოს იპოთეკით კიდევ ერთხელ თუნდაც, ხო, ამას გულისხმობთ? კიდევ აი 4 სამუშაო დღეში, რაც ეროვნულ სააგენტოს აქვს.
ძალიან დიდი მადლობა. მოგახსენებთ, იპოთეკა ამზავლას იძენს საჯაროებში რეგისტრაციის მომენტიდან, შესაბამისად თუ თქვენ დაარეგისტრირეთ იპოთეკის ხელშეკრულება, ანუ მისი ვადა აითვლება რეგისტრაციის მომენტიდან და თქვენი წარდგენილი განცხადება და წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება უპირატესად დაკმაყოფილდება შესაბამისად, ვინაიდან ის არის წარდგენილი პირველი საჯარო რეესტრი. ასე რომ რა ტრანზაქციას არ უნდა განახორციელდეს შემდგომში ეს იპოთეკა მაინც გადაყვება. გასაგებია. და ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონო ერეკლე იქნებ ურჩიოთ ჩვენს მაყურებელს გარდა ყურადღებისა და კარგად შესწავლისა იმ სიტუაციის ფარგლებში, რაშიც ის აღმოჩნდება. ხომ არ არსებობს რამე პრევენციული ზომები, რომელთაც თავი შეიძლება დავიცვათ ახალგაზრდობის ეროვნული ბიურო მსგავს თემებთან დაკავშირებით ყოველთვის პერმანენტულად ახორციელებს პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს, ეს მოიცავს ანუ ფლაიერებს, ასე შემთხვევაში სხვადასხვა გადაცემებში, როგორც დღეს არის მაგალითად მონაწილეობის მიღება და ძალიან კარგი იქნება თუ ისინი მეტ ინფორმაციას მიიღებენ მსგავსი შესაძლო ანუ პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება მათ შეექმნათ მომავალში. გასაგებია. ბატონო ერეკლე, მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მივცეთ საშუალება დაგუსვას შეკითხვა, ძალიან ბევრი ზარია რეალურად. გისმენთ დილო მშვიდობისა. ალო. გისმენთ ქალბატონო. ვირთაცო, თუ შეიძლება რომ გაიცვენით სახელით უთხრათ კანონმდებლებს. აი ეხლანდელი კანონი ძირითადად იმ აფერისტების მხარეზეა. რას გულისხმობთ ქალბატონო კონკრეტულად? ახერხებენ რომ მოატყუონ ხალხი. რას გულისხმობთ ქალბატონო კონკრეტულად, რატომ? დიახ. აღსრულების ბიურო სასამართლო არის უკვე გადაწყვეტილი 46,000 უნდა მიიღოს ქალმა სასამართლო გადაწყვეტილებით. დიახ. რადგანაც ისა მოტყუებულია მთელი სახლის ფული წაიღეს, ფული აღარა აქვს ამასთან, აღსრულების ბიურო არ აღასრულებს, ჯერ ხახა შემოიტანეო. კარგით, დიდი მადლობა, გასაგებია მეტნაკლებად თქვენი შეკითხვა. ნუ აქაც იგივეა პრინციპში საშუალო ფირმაზე იყო, როგორც მე მივხვდი საუბარი და საშუალო ფირმაზე, ნუ ამაზე აღსრულების ეროვნული ბიურო რატომ თქვა ქალბატონმა, რომ ხელი ის კანონი, რომელიც არსებობს, იცავს ჭყალებში აფერისტებს? ეს ნამდვილად არ არის, ეს უბრალოდ არის კიდევ და კიდევ მოქალაქეების არაინფორმირებულობის ბრალი, მათ ხშირად სარგებლის მიღების მიზნით არც, აი როგორც აღნიშნე, არც ეცნობიან იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებას რეალურად შიგნით რა წერია, წარმოდგენაც არ აქვს და სამწუხაროდ სავალო შედეგამდე მიდიან ბოლოს. ანუ ამდენი პრობლემატური, ასე ვთქვათ, кейსი ამ სფეროში გამოიწვია მხოლოდ იმან, რომ საზოგადოება არის ნაკლებად ინფორმირებული, როგორც ძირითადი მიზეზი ეგ არის. ბატონო ერეკლე, ჩვენი საუბრის ბოლოს თუ შეიძლება ყადაღადადებული ბინა ჩაიდოს იპოთეკაში. ყადაღადადებულ ბინაზე იპოთეკის სხვა ტრანზაქციის განხორციელება შეუძლებელი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის ბევრი პრობლემატური საკითხი გახდა ბევრად უფრო ნათელი. მე შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ერეკლე ღვინიანიძე საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში.